ხელჩართული ჩხუბი ვაკეში ფიზიკური დაპირისპირება არაყიშვილის ქუჩაზე მოხდა. ფაქტის ამსახველი კადრები მთავარს მოქალაქემ მიაწოდა. მისი ცნობით ჩხუბი კურიერებს შორის დაიწყო. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. მთავარი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ჩვეულებრივი თვალით შეგიძლია დაინახოთ ის დიდი მშენებლობები და აღმშენებლობები, რაც ქვეყანაში მიდის, თქვა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა რუინ მეტრეველმა ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების 180 წლის თავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელსაც განათლების მინისტრის პოსტზე მყოფი მიქანაძეც ესწრებოდა. ირანის ხელისუფლება მომიტინგეების ცხედრების დასაბრუნებლად ოჯახებისგან დიდ თანხებს ითხოვს. რამდენიმე წყარომ BBC-ს განუცხადა, რომ ცხედრები მორგებსა და საავადმყოფოებშია დატოვებული. უსაფრთხოების ძალები კი მათ დაბრუნებაზე ნათესავებს უარს ეუბნებიან, თუ ისინი ფულს არ გადაიხდიან. ირანი ქვეყანაში ინტერნეტის შეზღუდვას გაზაფხულამდე გეგმავს. ადგილობრივი მედიის ცნობით აიათოლას რეჟიმი აპირებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის გათიშვა მინიმუმ ნოვრუზ ბაირამამდე შეინარჩუნოს, რომელიც მარტის ბოლოს აღინიშნება. ამერიკას ომის ხვალ დასრულება სურს. ჩვენ ამის გაკეთება დღესვე გვინდა. ომის დასრულების გაჭიანურება რუსეთისგან მოდის. განაცხადა ზელენსკი, მანამდე კი ტრამპმა თქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას არა პუტინი, არამედ ზელენსკი აბრკოლებს.